Ძირფასო ტელემაყურებლებო ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ექიმი, ესე იგი სამოქალაქო აქტივისტი, 1000 შარის 1000 შარის პატრონი, 1000 შარ გამოვლილი გიორგი ახობაძე. გიორგი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა. რომ მივესალმები და აუცილებლად რეჟიმის ტყვეებს მოვიკითხავ აქეთ. აუცილებლად ჩვენს უახსენებ. დავითბიჭებოდა გოგოები. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი სცენარისტი სონისე ცხადაძეც ახლა გვიყურებს ყოველთვის, რეკავს ხოლმე და გვიყურებს და მედი არ შევარცხნეთ. არა, რა მოგკაცობა. როგორ არის სახელი? რა ვიცი. არა, შეძლების დაგვარად, რა ვცდილობ, რომ ხო, ახლა ბოლოს აწუხე გუშინ, ესე იგი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მიზღვნილი ეურებები ხო აქვს ხოლმე და სულ მიკვირს ხოლმე რომ ეს ამ საელჩოში აი რაღაცნაირად 64-ს გავს, აი ლომი და ირემი რომ ერთად ძონს. რაღაცნაირი აი ეგეთი სიტუაცია იყო და ვიცი შენც იყავი მიწვეული. მართლა ისეა, რათან ეს შეგძლება რომ შედიხარ რომ იცი რომ ამერიკის მიწაზე ხარ, მეთქი აი უვიზოთ, ისე არ გვაღირსეს და უვიზო მიმოსვლა და ესე უვიზოთ, მაგრამ მანდაც როგორ იყო, იცი 64-ი აღონ ცოტა მაგათთვის უკვე მოდიფიცირებული გამოდგა, რომ ეხა პროპაგანდა კი გვაჩვენებს რომ ეს რაღაცა სიტყვით გამოვიდა და ერთი ამბავი და რეალურად მე მოგიყვები მართლა რა ხდებოდა რა. ესე რომ შედიხარ დიდი ეზოა. ანუ აქეთ რაღაცა სუფრა გაშლილი, ესე დავარქვა რაღაც ტენტების, სტუმრების მისაღები ადგილი, შუაში სცენა იყო და იქით აი ეს შენობებს შორის შედის რაღაცა მოტეხილი ადგილია რა. იქით იყვნენ შეყუჟულები თავისთვის რა. ანუ აქეთ ხო, კოცები, ანუ საერთოდ არ იყვნენ. იმიტომ რომ აქეთ რა ნანუკა შენ რა თავისთვის შეყუჟულები რეალურად როგორც ჩანს კობახიძემ კუდათ მოიყოლა ესენი რომ მარტო შეეშინა. ნუ 1-2 პოლიციელი მაღალ ჩინოსანი ჩარდა ესე საზღვარი ქონათ გაკეთებული, მოტეხი არც ჩანდნენ სად იყვნენ რა. და როგორც კი მე ამ რაღაცები იბლყუნა და მე ყველა ერთად გაეხვეწნენ რა. თქვენ დარჩით ჩვენ. დავჭით რა თქმა უნდა. წავიდა მე დამოუკიდებლობის დღის კეიფი ხო. ნუ არც არავის მოусმენია რეალურად ალბათ ბიზნესთვის ჩაწერა ესე სელფით ვიდეო რომ ანახოს რომ აი ბატონო ბიზნესა ვალაგებ. რაღაცას იტყოდა ეხა გადატვირთვა და ხო ამერიკელებთან ვალაგებო და მიმიწვიესო და ხო, ნუ ეს ფასადურია რაღაცა ხო ისე. არა, ფასადურიც კიდე რაღაცა არის, ეგეც არისო რა. იცი რა უნდა კითხო, ეხლა როგორც შენ ექიმს, აი პროფესიონალური კუთხით მაინტერესებს რა. აი პარლამენტის ჩხუბს ხო უყურე. ეხლა ბევრი ჩხუბები გვინახავს პარლამენტში, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებულად სახიფათო ჩხუბი იყო, ხო? პროფესიონალები მონაწილეობდნენ. უკვე ჩვეულებრივად ოლიმპიური ჩემპიონები ჩხუბობდნენ, აი პარლამენტარებში. უკვე ახალი სპორტის სახეობაში. მართლა აი ოლიმპიური ჩემპიონები ჩხუბობდნენ და ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც შტანგას წევს, 3 ოქრო აქვს აღებული და აი მაგისი მოქნეული მუშტი რამდენად სახიფათო შეიძლება ყოფილიყო ადამიანისთვის. პრინციპში განვიხილოთ მკვლელობის მცდელობათაც რა, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე ეს ადრე ძველ მანქანებზე რა ეს თავის ისენი რო არაზეს თავს ვაყუდებთ, ისენი არ ქონდა. ადგალოვნები ხო. ეგ იმისთვის დაუყენეს იდეაში უსაფრთხოების წესებისთვის, რომ უკინა რომ მანქანა გეჯახება, ეს თავი შეიძლება მკვეთრად გადაიქნიო და შოლტისებური მოტეხილობა ვითარდება ხერხემლის რა. აი თავი უნდა მიაღწიო. თავზე იმას რა ქვია, ურამ რო მასაკან თავს დაესხა ეს სპეცრაზმელი, ფაქტობრივად ეგეთი რაღაც დაემართა რა, ანუ ხერხემალი მოტყდა მაგის გამო და წარმოიდგინე ის სპეცრაზმელი ალბათ იმასთან რა ქვია, ტალახაზესთან შედარებით ალბათ იმის ერთი ფეხი ან ბარძაყის კუნთი რო დაშალო იმ სპეცრაზმელს ააწყობ ალბათ იმ ხელა იქნება რა. წარმოიდგინე იმის ხელი რომ მოხვდებოდა, ნუ არ ვიცი ბეწუზეა გადარჩენილი ის დეპუტატი, რა ვიცი, ყაპანის ხმას გაიგეთ ახლა როგორი არ ვიცი, გადარჩენილია ის კაცი რომ თავი ზედაბია ისე. ესე იგი ციხეში ხარ ნაჯდომი. ასრო კალია. ნაცი ხარი კაცი ხარ და ანუ შენი დაჭერის ამბავი მინდა რომ მოგვიყვე ახლა გადაცემაში, იმიტომ რომ შენი ვიცი რომ ჩაგიდეს წამალი სასამართლობას ბიზნეს სასამართლომ გაგამართლა თან იმდენად აბსურდი იყო რა, ანუ აი ესეთი რაღაცა აი როგორ აი საიდან დაიწყო აი პირველი ხო
და შენი დაჭერის სცენა უბრალოდ და როგორ ჩაგიდეს, ანუ როგორ ამოგივსეს ჯიბეს. ხო, აი რუსთაველიდან, ხო, ჯიბეში მარცხენა წინა ჯიბეში. მოკლედ რუსთაველიდან მოვდიოდი უკვე ის პერიოდია, რომ აი მის პროპაგანდა რო დაიწყეს, რომ აი ეს მოძალადეები დავიჭირეთ, ხო, სადღაც ნოემბრიდან დაიწყეს დაჭერები და ნელ-ნელა აგროვეს პირველი 60-ეული რაც იყო. სადღაც 2 წუთები იყო, თუ რა ზუსტად დროები აღარც მახსოვს. ღამის, ხო. და წამოვედი და გზად უთხარი მეგობარს, რომ ხო არ მოდიხარ შენს თქო, რომ სახში დაგტოვებ თქო. და მანქანასთან რომ მივედი იმის მერიოტის უკან, მერიოტის სადგომის გვერდზე მეყენა. ჩავჯექით მანქანაში და როგორც ჩანს ეს იყო ერთ-ერთი ვინც ესე ვთქვათ აკონტროლებდა, მე როგორც კი დავიძრებოდი, ამან გადასცა რომ აბა წამოვიდა დაიძრა. და თაბუკაშვილით ესე გავედით და როგორც კი ჩავედით სანაპიროზე და გავიხედე სარკეში და მოყვება უკვე რა ეს პატრულის მანქანა. თამარ მეფის ხიდისკენ რომ მიდიხარ, აი სადღაც მან უკვე მომიახლოვდა და ხვდები რომ უკვე ამინთებს რა, გააჩერეო და აი სანამ მივგორდით ნელ-ნელა ხაზი შევიცვალე და ასე შემდეგ ხიდის ქვეშ გავძვერით და სადღაც მე-4 ხესთან მომიწია გაჩერები ხა თუ ჩაივლით ნახავთ რა იქ ცოტა გადახრილი ხე არის, აი ეგ არის ისტორიული მანდ დაფა გავაკეთო. აქ წამალი ჩაუდეს, აქ წამალი ჩაუდეს გიორგი ახობადი აბრა მემორიალური დაფა და მივაკრა მან აი აზრი მომი და მან ხა პატრული მოდის და გადმობძანდითო მანქანასთან უნდა მივიდეთო იდენტიფიკაცია გავიაროთო და ძირითადად მაგას რო იძახიან რომ მანქანიდან გადმოდი მე ჩხრეკას გიწყებენ ხოლმე ესეთი ის პროტოკოლი აქვს რა გადმოვედი თუ არა მანქანიდან და ამჟამად მიწიდან ამოვიდნენ მაშინ ეს სამი კრიმპოლის მანქანები არ შემიმჩნევენ ეს პატრული ხო ანათებს და გაბრმავებს რა და ირგვლივს ყველაფერი სიბნელეა მეცნიერი 6-7 კაცი გამკოჭეს პატრულის მანქანაზე გადამაყუდეს და ეგრევე აიგოს კი გადამაყუდეს და შეხებას გზნობ რა უკანა ჯიბესთან ისე გადაყუდებულზე მოტკეცილი იყო ეს უკანა ჯიბე და ვერქნა და წინა ჯიბეები იყო შედარებით ესე ვთქვათ სივრციანი და მე მარცხენა წინა ჯიბეში გზნობ ხელის ჩაყოფას და ესე 90-იანების ის მქონა ფლეშბექი მქონდა რა როგორც იციან და მივხვდი რომ რაღაცა ჩადეს ხა რა მაგათი ის რა ქვია პატარა ბავშვი ვინ არის მოკლედ ამაზე პროტესტი დავიწყე რა ჩამიდეთ ჯიბეში და არ ჩაგვიდია და რაღაც მოკლედ ჩხრეკვა წავამაყენეს იმ ცნობილ უკვე დახრილ ხესთან დამაყენეს და სანამ გაერკვნენ ამ თავის უფროსობასთან ხა რას გვიპირებდნენ როგორ გვიპირებდნენ ამასობაში ვლაპარაკობთ და არავე ხო გადაგიყვანთო ნარკოლოგიურშიო შეგამოწმებთო და თუ სუფთა ხარო გაგიშვებთო და რაღაც მომენტში მომეშვა რა და ხუმეთე დავიხედე და ჯიბეს უყურებ და იქ რაღაც ჯომოლუნგმა დევს რა შიგ ამობერი ხო რა თოვლი მოდის იმხელამთა არის რა ჯისიდან ამობერი და მოკლედ ეს რომ ამოიღეს და რომ დავინახე რომ ეს რაღაც უამრავი რაოდენობა იყო მივხვდი რომ შარში ვარ რა ეხლა უნდა მექნა დავიწყე უკვე ამ რაღაც გარემოს დაფიქსირება და დამახსოვრება ყველაფრის რომ მივხვდი რომ სასამართლოზე მე ამ ეს ყველაფერი დამჭირდებოდა დეტალებში რომ მემხილა ამათი ტყუილები იმიტომ რომ რა ლეგენდა ჩეთხზეს მე რამ თავის ლეგენდაშივე იკარგებოდნენ გზადაგზა რა სასამართლოში ანუ ეს გურეშიძე უსინდის ჩვეულებრივი ესა რა ქვია ანუ რომ ვეკამათებოდი და ვაპროტესტებდი რას პანიკიო რომ ქალაქელი კაცი ხარო რა ყველაფერი კარგად იქნებაო მეუბნება ადამიანი და ხედავ რომ ანუ გამოვსებული 260-ს მე-6-ზე მუხლი ჯომოლუნგმა მიდევს ჯიბეში კარგად რანაირად იქნება რაღაცა ისეთი მაინც მომატყვია რომ ქალაქელი ბიჭი არა ქალაქელი ბიჭი არა აი ხო 1-20 წელი ვერ უნდა 1-20 წელი წამოგორდი რა ვერ უნდა აიტანო 1-20 წელი ციხე ქალაქელი ბიჭი ხარ ბოლო და იცი რა უნდა გითხრა აი მე ციხეში უკვე რამდენი თვე გაატარეთ ციხეში მომიწია ფაქტიურად ზუსტად გამოდის რა 6 აგვისტოს გამომიშვეს და 7-ში დამიჭირეს დეკემბერში რა პირობები 8 თვე გამოვიდა რა ადაპტაცია გავიარე მარტივად და მე ვფიქრობდი რომ რატო არ მაწუხებს თქო რა ეხლა ჩაკეტილი ხარ რაღაცა და მე მივხვდი რომ მთელი ცხოვრება რაღაც ჩემი სამუშაო გარემოც ეხლა მთლად გარედან არავინ კეტავს მაგრამ ხა პაციენტი რო გიწევს რომელსაც კრიტიკული მდგომარეობა აქვს რეანიმაციაში და შენზეა დამოკიდებული ჩაკეტილი ხარ ფაქტიურად თახში და მიჯაჭული ხარ და გამეებს ათენებ და აშკარად ეგ იყო ჩემი ადაპტაციის ალბათ მიზეზი რა რომ ისედაც მთელი ცხოვრება რაღაცაში გამოკეტილი თან საქართველოში მოგეხსენება როგორი მაღალი ხელფასები გვაქვს ხო ბიბინებს რა ეს ეკონომიკა და იწევს სადღაც ორ ადგილზე მაინც მუშაობა მინიმუმ და ეგ ნიშნავს რომ დღე გამოშვებით 24 საათი არ გძინავს. რაღაც მომენტში აი როცა დავმშვიდი დავწყნადი და უკვე იმაზე ფიქრი დავიწყე რა სასამართლო პროცესებზე და რითი შემილია ჩემ თავს უშუალო რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო მე მივხვდი რომ რაღაცა მსიამოვნებს რა და მეთქი რა მსიამოვნებს და მივხვდი რომ დავისვენე რა რაღაც მომენტში წამოგორება რაღაცა გაურკვეველი შეგრძნება ჯარასოდეს ქონია ეგ ადგილი სხვა არაფრის არ არის რა წამოგორებული ხარ სულ და რაღაც მომენტში და თან მამის ხარ კაცო და ხარ ეგრე იყავი კაი ცოტა ხანი დაისვენე იცი რა ხო ნუ რადგანაც ახლა ესეთი ამბავია
ახლა რა თქმა შენი პოსტებისაც რო გადავხედო, ხო? ძალიან ბევრი დანაშაულებები გაქვს დაპოსტილი, ანუ რომელიც დასჯადია უკვე. ერთ-ერთი ხშირად რასაც ხმარობ, არის აბრევიატურა. აბრევიატურა. ეს არის აბრევიატურა DDŠC. ხო, ანუ თქვენი DDŠC, ხო, ანუ ეხლა ამის გამო შეიძლება დაგაჯარიმოს აბრევიატურის გამო. აი ნახოთ ახლა 8 ივლისს მაქვს მაგაზე ზუსტად ის რა ქვია, ჩანიშნული პროცესი ზუსტად მაგ აბრევიატურის გამო რა და გავუშიფრავ იქ ადგილზე რა. რა მართლა მე ინტერესებს, კაი, წყევლაზე ხალი დააჯარიმეს. ხო და DDŠC ახლა რომ გაარჩინო მაგალითად D რა ქვია, დაღლილი დავიარები შენთან C-ზე რა შეიძლება? ცოცხალი. ანამდე ვუყვა. აი დავიარები შენთან ცოცხალი. ველურად ცოცხალი. რა ზემაჯარიმებს? ან დავილაპარაკო ჩემს სოდვებზე. ხო, ჩემს სოდვებზე. დავილაპარაკო ჩემს დაღლილმა დავილაპარაკო ჩემს სოდვებზე. ჩემს ველურ სოდვებზე. შენ ხო, კი ბატონო რა, მიდი და მე რა ვიცი. რა ვიცი, მე ეს ვიგულისხმე და თქვენ რატომ აჯარიმებთ არ მესმის. გამოდის რომ თვითონ აგინებენ მე კი არა. ხო, კი ბატონო. ეხლა რა უნდა კითხო, იცი, შენი ესეთი პროფესიული მოვალეობა, ხო? ეხლა რადგან კლინიკაში ასრულებდი, მაგრამ აი ესეთი ქუჩაში თუ გქონია შემთხვევა, რომ აი ისეთი ძალიან საინტერესო შემთხვევა. შემთხვევები ბევრი მქონია. ისტორია იყო, რომ მოკლედ მე და ჩემი მეგობარი, მისი რა ქვია, აკუმულატორის ყიდვა გვინდოდა, მისი ძველი მანქანისთვის, ფანტომასის შავი Citroen-ი როა ეკყავდა რა და მანქანაში ჩავჯექი და სარკეში ვიყურები და სარკეში ჩანს რომ 4 ტიპი ესე მეხუთეს მოათრევენ რა. ხელებში, ფეხებში დაჭერილყავთ, მოათრევენ და ნუ გადმოვედი, მეთქი რა ხდება თქო. გადმოვედი, როგორც კი ახლოს მივედი, ხედავ რომ გაჭირვებულად სუნთქავს, ისე რომ აი ცოტას და სუნთქვას გააჩერებს, ფერზე ლურჯია უკვე. და მეთქი გამასქენი თქო რა, მიწაზე ჩამოსვით თქო, მაცადეთ მეთქი მივხედავ თქო, ექიმი ვარ თქო და ნუ მოკლედ სანამ ეს კაცი მოვასულიერე რაღაცა. რა ქონა, ბერედოზი გიქდა. ხო, რა ზედოზირება ქონა და ეს ნუ ყბა წამოუწიეს, სუნთქვა ანუ მოდუნებული ქონდა ენა და ენას გადაყლაპავს რომ ეძახიან და კბილებს რომ უტრევენ ხოლმე და ყველას ვეთქვი ხა რომ არ არის საჭირო კბილების მტრევა, სხვა რაღაცაა მან საჭირო და. ხო, პირველადი დახმარების კურსებზე თუ ივლით აუცილებლად გასწავლიან ამას. მოკლედ ამ კაცს ეს რაღაცა ყბა გაუსწორე, ასე შემდეგ იქ პატარა ის საოპერაციოში რასაც ვაკეთებთ ხოლმე ფაქტობრივად ის დახმარება გაუწია, ფერზე ცოტა მოვიდა, ხო, სუნთქვა დაიწყო, მაგრამ ვატყობ რომ მარტო ხელის არ შველისა წასაყვანია და ნუ ამოვიხედე რომ მეთქი ნენა და ევაკუაციაზე ვიფიქროთ. ამოვიხედე და აღარა. მარტო ვასტა წავიდრე. ანუ გაიქცე შემოტოვეს ეს კაცი ხელში და თან ცოტა ტლაპოში ვართ ორივე რა, ამოგანგრული ვარ რა, უკერას ტალახში და იმაში. ანუ ესე აღხსნათ ისინი რატო გაიქცდე რომ ანუ ის დაიჭერდა. ხო, მაშინ იყო კანონი რომ ხო ზედოზირებაზე რომ დარეკავდი სასტრაფოში, იმ სასტრაფოს მოყვებოდა პატრულიც რა და თან ეხა ვერც წოვებდნენ ეხა თვალწინ უკდებოდათ ეს მეგობარი და მოყავდათ, მაგრამ თან აი ფეხს რო ითრევ რო იცი რომ 4-დან 7 წლამდე შენც მანთხარ რა უეჭველი და როგორც დაიხოჭო ზებოდა ჯოკერივით დავეცი ამათავს ყველა აორთქლა როგორ შორი ახლოს იყო და ებჭო ერთი კაცი მაინც გამომყევით მეთქი ან მანქანაში შემოსვენოთ რომ ჩავიყვანოთ რა რესპუბლიკურში თქო და მოკლედ ერთი აი ეთყობა ძალიან ახლოს მაკაცი იყო და ვეღარ თლათ აი მოკლედ უკან შევაწვინეთ და წარმოიდგინე ესე ხო ზივარ საჭესთან აქ ეს მაგ სიჩქარების გადასართველი და აქ არის ამ კაცის თავი რა ხო და ყბას ასე ჩავავლებ, წამოუწევ ცოტას კარგად ჩაისუნთქავს, აქედან გადავრთავ და აი სინქრონიზაციაში ხან მიქელასთან და ხან სიჩქარეების სიჩქართან როგორც იქნა მივედი იმამდე რა ქვია რა კლინიკამდე და ნუ უკვე მე გადმოვედი და მე თვითონ დავიჭირე ეს იქ რა თქმა უნდა ეგრევე აორთქლა ეს წინ რომ მეხმარებოდა გაიქცა იგარი არაფერი კარგად დამთავრდა და მამის მოყოლა შეიძლება არის ადარჩა ეს ადამიანი იმედია ცოცხალია და იმედია ჯამრთელაც არის ახლა და თუ ცოცხალია მოვიდა იმედია მეორედ აღარ ჩაიგდებს ხო მეორეჯერ მაგ მდგომარეობაში აღარ ჩაიგდებს თავს ეხლა როგორ ახლა ქუჩაში დადიხარ მაგას გაჩერებენ ისე თუ არა გაჩერებით სხვათა შორის 1-2 იყო ძალიან მე და კაცია და ლაშა ერთად ლაშა ნიკუშა და მე ვიჯიქით ერთად და თავიდან 1-2 გამაშერეს და თავიდან ცოტა არა მეწამლეები ესკობარის გარებიზაშვილები ესკობარის თავიდან ცოტა ის იყო რომ ლაივები ჩავრთეთ ეგრევე რა ჭუანასწავლზე ვიდეო მტკიცებულება რომ ქონოდა და 27 კამერა ჩავრთეთ და რაღაცები და გაჩერებაზე ერთი აი ძველი ის იყო რა პატრულის ის არის 2000 ალბათ კეთყვი რომელი წელი იქნებოდა ან 7-ის ბოლო ან 8-ის დასაწყისი რა ეს დაახლოებით მაშინ ჯერ კიდე კეთილი იყო მეტნაკლებად რა პატრული და
მემსახურები საქართველოს მართლა იყო. მაგარი სლოგანი იყო მემსახურები. წვივზე მაგ ღია მოტეხილობა, ანუ ნამკურნალები და ეს 6 ღერო მაგ გაყრილი აქ წვივში, ხო 2 არმატურა მაგ გვერდზე და მოკლედ ეს რო გადამიყენეს გარედან კიდე გამოწეული ქონა რაღაცები და სახში ვიყავი ამოკეტილი წარმოიდგინე 26 წლის ვიყავი და გავგიჟდი ბოლოს რაღაცნაირად გარეთ უნდა გავიდე ხოლმე თქო და ჩამოვაკლიბე რა ეს რაღაც ბოლოები რაც ხონდა ამაპარაც ხო შევხედე რომ ეს სტაბილურობა არ დამერღვია და რაღაცა ჯინსი ვიყიდე კიდე განიერი ის ამოვიცვა მოკლედ დავდივარ რა ჩემი 2 კასტილით და ამ რაღაცით და ას პაიმანზე ვიყავი მე მგონი რაღაცა ეგეთზე მოუწრუპე ცოტა 1-2 ბოთლი ლუდი მაქვს დალეული და გადმოვედი მარჯანიშვილის ხიზე და აი ჩხეიძის ქუჩის შესახვევი რო არის იქ არ შეიძლება შეხვევა რა ეხა კიდე უფრო კარგად ჩანს და მაშინ ისე იყო რა ხან გაძრებოდი ხან გამოძრებოდი და შეუხვიე რა შემეშალა რა მინდოდა იქითკენ მივდიოდი და მოკლედ პატრულმა გამაჩერა ჩამობერინა და ნუ მიგდებს რა და გადმობძანდით თუ შეიძლება რომ ჯარიმა დამიწეროს რა ეხა რა მაშინ რაღაცა 150-300 ლარი იყო და ავაღე კარგი და თან ეხა ვცდილობ რომ რაღაცნაირად ემოციურად იქნება ისე ვიმოქმედო რომ ეს ჯარიმა თავიდან ავიცილო რა არ მაგრამ 800 ლარი მაქვს უხელფასი რა მაშინ რა და თელით ნახევარი თვე ჩემი რა ფაქტია გადმოვიღე ეს ერთი კასტილი მივაყუდი აქთან აი შრეკის კატის თვალებით ვიყურები რომ თავი შევაწოდო ერთი კასტილი მეორე კასტილი გადმოვიღე მიყურე და ეს შოქშია მიყურებს რა ნაწილ გადმოვდივარ რა ლეგოსავით ეს ფეხი გადმოვიღე ეს ჩემი აპარატით მან რა გჭირსო და გადავშალე ეგრევე ეს ანახერ კიდევ და როგორც იქნა ესე ალდექი და მიყურებს და ეხლაო რომ გაგიშვაო რა სახშიო შვიდობით მიხვალოთ ან ოღონ შენ მომშორდი წარმოიდგინე ხა ოღონ შენ მომშორდიო და კი მეთქი აი დას გეცები წვეც აი ხა მივდივარ სახში მეთქი და კაი მიდი ჩაალაგე ეგენი უკან და ესე მომაწოდა უკან ჩამალაგე და მომითათუნა წადი სახშიო ო და ერთი ეგ იყო ისა პატრულთან დაკავშირებით შენ იუმორის გზნობა ქონდათ რაღაც პერიოდი რა თანაგზნობას შენ ესე იგი სტუდენტობა მოგიწევს 90-იანები ნუ 90-იანების ბოლოსკენ ხო რა მე 91-იანი ხარ 18-ში დავიწყე და 2004-ში დავამთავრე ხო 98-ში ჩავაბარე მეც და სტუდენტობა ეხლა თქვენი სტუდენტობა როგორ იყო ჩემი სტუდენტობა მახსოვს ესეთი რა კაი დუხჭირი ხო აი ეხლა გაჭირვებული ლარიანი თუ გედო ჯიბეში უკვე აი ვიღაც შეგეძლო რომ მან როგორ იყო ნახე ესეთი ტარიფები იყო რა 30 თეთრი ფენოვანი ღირდა და 20 თეთრი ღირდა კოკა-კოლა და ლარი თუ გედო შეგეძლო ვინმე კურსელის დაგეპატიჟებ უკვე ესეთი ტიპი იყავი რა ჩემ თქვენი გადახდილია რა ზოგადად ხო ლარნახევრით მოვდიოდი ლარნახევარი ხო ის იმიტომ 50 მე სახთანვე მქონდა და გადავდიოდი და მარშრუტკა სადი წამოდი და გზის ფულში 50 თეთრი რო აი იქნება ვინმე შეგხვდა მარშრუტკაში გადასასვლელი ეგ რა უბედურება იყო მენდოდა რომ მიწა გავსკარი იყო და არავინ არ ყველანაირი ჯოჯოხეთის ალში ჩავხარში ოღო არავინ შემხვდეს ეხლა რო კაცება იციან თავს რო მოიშტერებენ ხოლმე რა თუ დასაჯდომი ადგილი არ არის მან ფორა გქონდა რომ შეგეძლო რომ კაი არ არის დასაჯდომი ადგილი იყოს მერწა და ამას უბრალოდ მიესალმებოდი და შემდეგ მარშრუტკას ელოდებოდი ჩემი შემთხვევა იყო უნიკალური იმიტომ რომ მე თემქიდან მივდიოდი მაღლივში და მაღლივი იყო ბოლო გაჩერება მიხდი თუ ეს გადასახდელია კი გით უნდა გადაიხადოს ის ჩადის შენ ფორა გქონდა მაგ არ გინდა თანახედან რო ეძახი თომ არ გინდა როგორ არ გინდა სტუდენტობის დროს აი მაგაზე გამახსენდა რომ ყველას უჭირდა ეხა მაშინ ეხა 90-იანებს წარმოგიდგენ რა მანქანები დადიოდა ქალაქში ეგეც ხო იცი და მოკლედ ზეთა ჯიგული კურსელები ეხა რაღაც არც ეს არ ყავდა მანქანა და ნუ ერთ-ერთის მამა თხოვნიდა თავის შვილს ხოლმე და იყო ეს ყვითელი ვოლგა რა ტაქსის ვოლგები რო აი ბიზნეს კლასი რა ოღონდ ამ ვოლგას ყავდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება რა ანუ მოჭიდების სისტემა ცეპლენიას რო ეძახით რა და მუხრუჭის სისტემა ხო იმას აქვს თავისი სითხეები რა რომელთაც ეს ჰიდრავლიკურად მოქმედებს ხო და ერთში ეს ოღონდ აი მართლა არც აი ყველაფერი შემიძლია დავიფიცო რომ სრულ სიმართლეს ვამბობ ერთში ეს ხა ლუდი სითხის მაგივე ცეპლენიის სითხეში და მუხრუჭი ეს ხა ზეთი ოლეინა ჩვეულებრივი ანუ დაიცა ჟიტკოსტის ან ორი ჟიტკოსტი ან მუშაობს რა ერთხელ კახურიზეთიც მოვსინჯეთ ცოტა ის არის ხო ნაფლეთები აქვს მოყვება რა კახურიზეთს გაუფილტრავია და ეგ ცოტა ისე კარგად ვერ შვებოდა და ესეთი რაფინირებული მშვენივრად მუშაობს და ეს მოჭიდების სისტემა ცეპლენიაც ესე მომენტებში რომ გათიშავდი ხო გადართო რა მექანიკა იყო რომ გათიშავდი რჩებოდა გათიშული და აღარაფერი აღარ გაჩერებდა რა მოძრავ მანქანაში იყავი და მიდიოდი
მოკლედ ეგეთი ის ქონდა რა პროტოკოლი რა მშობლისგან დაბარებული რომ ანუ ბოლომდე აქეთ მარჯვნივ აიღებდი იმას რა ქვია საჭეს და იქ იყო რაღაცა ეგეთი მოსაშვები ძუძუკი ერქვა ესე გითხრეს რა და მოკლედ 10-იანი თუნდა 10-იანი გვეგდო ეხა იქ სულ იმას მოუშვებდი რაღაცას გაასხავ და მოუჭერდი და ნუ ამ გახსმაში მე ჩამატება კიდევ და ორა დააერებას უშვებდა და მე უკვე ისე მუშაობდა ეგეთი ამბავში ვართ რა და 14 ოქტომბერი ამ ცხეთობაზე უნდა წავიდეთ საქეიფოთ მოკლედ კურსელები და რაღაცა საჭმელები რაღაც კონსერვები და კალბასებზე ძეხვები და რაღაცები გვაქვს რა სტუდენტებს როგორ შეეფერებათ მაგრამ ნუ გვაქვს რა ეხა ბლომად რაღაცები და საგურამოში მივდიოდით და აი მამკოდიდან უნდა ავიდეთ ჯერ სხვა რჭამიაში და იქიდან გადავიდეთ მე საგურამოში ეგეთი რეისი გვაქვს და იმ პერიოდში ვიღებდი მართვის მოწმობას რა და ჩაბარებული მაქვს თეორია და ტარება მაქვს ჩასაბარებელი რა და დამჯენს მაგას ვეკითხე მეუბნები რომ გაიშნიკებს მაინც გამოვსდით მეთქი აქ არავინ არ დგას ზუსტად ვიცი მთელი ცხოვრება აქ ვისვენებდით ამ ტრასაზე მაგსიმუმ ხეთყეს რომ ის ბრაკონიერულად ჭრიან იმათ აჩერებენ თო ჩვენაირებს და დამსვით ხო რა და დამსვა ანუ მივდივართ ახლა რა რაღაც პერიოდ კილომეტრი-ნახევარი ვიარე და იქ მამკოდასთან ესე ადიხარ ზევით აღმართი იწყება უკვე ტრასას რომ უნდა შეუდგე და აქეთ არის რაღაცა პატარა ხევი მოდის და პატარა ხიდი გადადის მე მგონი გლდანულაა სოფელიდან იმისკენ და რომ მოუხვიე ნუ აღმართზე რო ადიხარ რომ შეუცვალო რა სიჩქარე და შეუცვალე სიჩქარე შეუცვალე არა შეუცვალე სიჩქარე და რომ გაითიშა და ჩარჩა რა და მგორდები უკან უნდა გავაჩერო რა რაღაცა ეს მანქანა რა გავიხედე სარკეში რომ მინდა რომ გასაქმნა რა რაღაცა მივაყენო სადმე და გავიხედე მოდის აი გძელი 25 მეტრიანი ტრაილერი მომადგა უკნიდან რა წარმოიდგინე მოკლედ ამას რაღაცნაირად ავაცილებ წინა ბორბალზე ცოტა გავუსვი ცხვირი ოდნავ რა ეს შავი კვალი დარჩაზე და გავსდი ამ ტრაილერს და აი ამოვისუნთქე რომ მეთქი გადავრჩით მეთქი და უცებ აი კოსმოსური ხომალდივით ეს მანქანა ესე ტრიალდება და ზევით ვარსკვლავები ჩას და ჩავხრიგინდით რაღაცა ანუ ეს აყირავდა და ხევში ჩავგორდით ამ ხევში რა მოკლედ ამ ჩახრიგინების დროს ერთ-ერთ ჩემეგობა შეეშინდა სად გორდებოდით ეთყობა ის არ მიაქცია ყურადღება რა გეოგრაფიაში ვიყავით რა დიდად ხა ვერსად ვერ ჩავარდებოდი კიდე კაი მან ჩავარდით და ზევით არა იქ მართლა შეიძლება დავხოცილიყავით და ამ შეშინებულზე გააღო კარი და გადახტა რა რომ გადახტა ეს კარი თავში მოხდა ჩვენ ნელა ჩავხრიგინდით და გავჩერდით ესე წითელი აძინაცატის ჩონჩხი იყო იქ ხეობაში რა ჩარჩენილი რა ეგეც ჩავარდა ეგეც თავის იმაზე გავჩერდით ესე და რომ გადმოვედით რაღაცა ეხა ვიფერთხებით ყველა ცოცხალი ვართ რაღაც და ირგვლივ არის რა ხდება იცი რომ ამას ხო თავში კარი ხო მოხდა მაგრამ ირგვლივ ეს მთელი ზედაპირი არის აი ამ ხელა ეკლიანი ჯაგები რა ეს უბედური ამაში თავისნებით ჩახტა ჩემი ანუ ამოფოფხდით როგორც იქნა ზევით და ეს მეკითხება რომ გეხოცები ერთ შემომხედავ რა ყურიო მაქო კიდე ყური აბიაო თუ არ მაბიაო და ეს შეგზნება არ მოკლედ რაღაცნაირად იმას ვქენით მე მოვიკითხეთ ვიშეული აქედან ამოგვათრიოს და მივადექით ვიღაც საწყალს კაცს მქონდა შვილი ყავდა გარდაცვლილი ვისაც ეს კრანს რო ეძახიან ამწე ყავდა და ის მიგვასწავლეს მოგეხმარებათო და მოკლედ ამ კაცმა ამოგვათრევინა ეს როგორც იქნა და მე შეშინებულზე მეთქი რამე არ გაწყვეტილიყო ქვევით გეგონება ისე ხო გამართული მანქანა იყო და ბენზეცხლი არ მოგვეკიდოს თქო და მოდი დილამდე გავჩერდეთ და დილით მე წავიდეთ თქო და დავდექით იქ და საჭმელი ხო გქონდა და იქ უბნელი ბიჭები მოვიდნენ სასმელი შემოგვაშველეს და კაპოტზე მოკლედ კეიფი არ გავმაზეთ რა იქვე ვიკეიფეთ მთელი ღამე გამკოდის ეგ ხო ეგ ჩვენი დროა ჩვენი დრო ხო არ ეხა რო უფიქრები ხო ხე ეს უსაფრთხოების ნორმებზე რო ლაპარაკობ აი ციტარი ია კოკონობაში კალაშნიკოვის ტყვიები რო გაჩაყრული და რო გარბი ხარ და ჩაუწვევი და რა საითისთვის ნამდვილი ლიმონკი გვაქვს ომობანა ნათამაშები ბავშვობაში რამდენი წლისები ვართ ალბათ 13 ან 14 და უბანში რა ესე რა ომობა ბახბუხდანამი და ეხლა რა თქმა უნდა კალცოს არ ვაზრობდით მაგრამ ამას ვესროდით ერთი მოვასწარით 1-2 სამჯერ და ბედზე ვიღაცა უფროსმა დაგვინახა რა არისო ესო რა ცოტა ჩვენზე დიდი 20 წლის იყო მაშინ როსლმა რა როსმა ესმოდა და არა ნუ მე წაგვართვეს რა რასაკეთებთ ბიჭო თქვენ ხო არ გაგიჟდით წარმოიდგინე რა ხო არა მაგას უფრო ეხლანდელი სტანდარტები სხვა და ჩვენი დრო მე მაგალითად ეხლა ერთი გამახსენდა ერთი მეზობელი მყავდა ყველას ყავდა უბანში აი ჩხირკედელა მეზობელი ხო იცი აი ელექტროობაში რაღაცა პლატებს რო აერთებს და რაღაცებს რო აკეთებს რა თავის სახლიდან არ გამოდის მაგრამ ყველასთან მეგობრობთ იმ ადამიანთან მაგრამ ის სახლში ცხოვრობს იქ არის ის რაღაცებს აი კი იქ მიაწება იქ რაღაცა და ერთი დღე არის რა სართულიან კორპუსში ცხოვრობდა და უკან აივნიდა გამოვიდა აი ესეთი რაღაცა ყუთი ისაქნა გამოიტანა ესეთი და
დააჭირა რაღაცა. დააჭირა და გესრა. გადააგდო რა, უკანა ეზოში ხეები იყო ბევრი. დაიგრო. ხო და როგორი აფეთქების ხმა იყო. სოკო გაჩნდა, მიხდი შეიძლება რამე შეეშალა და ტაიმერი რო ასეთი სოკო გააკეთა. წნევან ბუა ესე და გავგიჟდით და პოლიცია გამოვალ გაი რა გააკეთე მეუნი არა პროსტო უბრალოდ მაინტერესებდა რა მაგრამ როგორი ექნებოდაო ამას გიორგი ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა მინდა მადლობა გადაგიხადო დიდი მადლობა შენ წარმატებებს გისურვებ მადლობა წარმატებებს გისურვებ ფავორია შენ იმიტომ რომ ესეთი გითხარი 1000 შარს ამბავში ხარ გარეულ მოვითხოვ რა შესაძლოა 5 წელს ზევით მაინც მოინდომე რაღაცა შანსი დამიტოვეთ მადლობა მობრძანებისთვის ვირფას ტელემაყურებლებს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ახობაძე გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.